სისხლჩაქცევები გაქვს და როულად მიმართე ექიმს და ანუ რატო აქეთ ხო არ აქეთ მქონდა გუშინ და გამიქრა ანუ ვაფშე არ მაქვს და აქაც წითელი აღარ მაქვს გუშინ ესეც წითელი მქონდა და ეხლა ანუ აქეთ დამემართა ანუ ერთ დღეში უცბად აქ გაქრა აქ გადმოვიდა ვერ მივხვდი ანუ რატო რა კაი ფერია შილაკი ხო ლიმნის ფერი გავიკეთე ფეხზე ცხილზეც არ ვიცი ამინას კიდევ არ დაუბრუნებია ძველი ვიდეოები ამინას ვუთხარი მეთქი ესე მითხრა შენზე მაგრამ რა გავაკეთო ხალხო მე შეგრძელით რა გქონდა ისედაც თუ დაგრძელებული გქონდა მე გრძელით რა მქონდა პლუს ცოტა ხანი დაგრძელებულიც მქონდა მაგრამ დამწვარი იყო ჩემი თმები მაგიტო შევიჭერი იტალიიდან რო ჩამოვედი მოვიხსენი დაგრძელებაზეც მათ შევიჭერი მაგრამ მივხვდი რომ მე მოკლედ მას ვერ ვეგუები აი როგორც მე არ შემიძლია რის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება არ შემიძლია ერთი აი რა მოვიფიქრო რის გარეშე ბურგერის გარეშე როგორც არ შემიძლია აი მაკდონალდსის ბურგერის გარეშე რომ მე ვიცხოვრო ანუ ყველა მინც მიცნობს ყველა მეღადავება ყველამ კარგად იცის თუ როგორ ვგიჟდები მაკდონალდსის ბურგერებზე თუ მე ცუდ ხასიათზე ვარ შეგიძლიათ გამომიგზავნოთ დელივერით ბევრი მაკდონალდსის ბურგერები ბეკონით და რაღაცეებით და ეგრევე მე შემიძლია ძალიან კარგი ხასიათზე მოვიდე ანუ ყველა მიცნობს ყველამ კარგად იცის როგორ ვგიჟდები მაკდონალდსზე როგორც მე მაკდონალდსის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება და რაღაც აი ეგრე არ შემიძლია თმების გარეშე ანუ მეთქი გავიზრდი ამ თმებს რა ჩემსას ბუნებრივს იმიტომ რომ რა რესურსსაც ეხლა ამის მოვლაში უნდა ჩავდო ეხლა ის სუდად არის გუშინ დაგრძელებული თორემ მე რო ეხლა ამას მოვუვლი ისე არ ვიცი ხალხი საკუთარ თმას არ უვლის და მაგიტო ანუ მეთქი ჩემ თმას მაინც მოვუარო და ჩემი მაინც იქნება და გაიზრდება თქო მაგრამ რა ვქნა ვერ დაველოდებოდი 2-3 წელი რომ ეს აქამდე გაზრდილიყო რა ანუ რა გავაკეთო რაც ჩემია რა ხსელი თმები ჩემია ეხლავშო როდის ჩამოხვალ ბათუმში არ ვიცი მაგრამ ვაჭველი ჩამოვალ ამ წელს ჯერ ანუ ვერ ვახერხებ საქმეების გამო საკმაოდ ბევრი საქმეები მაქვს ზეგ მაქვს ბარტერით რაღაც გადაღება მაზეგ მაქვს გადაღება ფოტოსესია ნუ რაღაც საქმეები მაქვს მოკლედ ამ ბოლო დროს ძალიან დავიწეწე და ანუ სპეციალურად ხარ ცოტ ხასიათზე რომ ბურგერები მოგიტანონ არა თქვა ეგრე არ არის მე უბრალოდ თქვი რომ თუ ცოტ ხასიათზე ვიქნებე მომიტანეთ კაი ბოგმა მე ვიცი რა დასა ბოგმი მჭირს ხალხო გიხვეწებით რიჟად შეიძლება თმადა დაგრძელება მე არ არის რიჟად არა შავი არის ჩემი ამ პინად გთხოვთ თმები როგორ გაიზარდი ასე ოცება ალბათ ბავშვი წერს ამ კომენტარს ანუ ესე მალე თმები ვერ იზრდები პატარა ზე დაგრძელება მეც ბავშვი რო ვიყავი მეგონა ხოლმე რომ რაღაც ელექსირები იყო რომ ვითომ და გაიზარდოს თმები რაღაც ისულელე ვიდეოებს ვუყურებდი ხოლმე YouTube-ზე და ანუ მჯეროდა მე მაგის რომ შეიძლება რაღაც წამალი დავლიო ან რაღაც ელექსირი კიდე მოწმებებში რო იყო და უცბად ესე გაგეზრდებოდა თმები რაპუნცელივით და მე ამ ყოველთვის მჯეროდა ოღონდ მართლა მჯეროდა რა კარგ ხასიათზე ხარ რატო უნდა მეკოცეთ ხასიათზე მე მეტი წელი ვინმე თუ არ გამაბრაზა ძალიან კაი ხასიათები მაქვს და ძალიან კაი ხასიათზე ვარ ხოლმე სულ ვიცინი ვარ სულ ხადავ სამსახურშიც გიშს მეძახიან რომ ანუ სულ იცინისო სულ კარგად არისო ანუ დღე არ არის მოკლედ აი სულ რომ ძალიან ცუდი რაღაც მოხდეს ჩემ ცხოვრებაში რა და ანუ იდეაში არც უნდა გავიცინო რა მე მაინც გავარ ვიცინი ვარ ყველაფერზე ვღადაობ ანუ არ ვიცი ანუ ეს მიდევს ჩემ
ხასიათში, რომ არ შემიძლია რაღაცაზე დიდხანს ფიქრი და რაღაცაზე დიდხანს ნერვიულობა, ანუ შეიძლება ერთ საათს შორს ძალიან კარგად ვიყო. და გადაობდე ყველაფერზე. ეგ ცოტა ცუდი არის ყველაფერზე გადაობა და ყველაფერზე სიცილი და გლიცინი. თქოთ ყველაფერზე არ გლიცინებ და არ ვიცინი ვარ, მაგრამ რაღაც სისულელეებსაც კი მეცინება. რა გავაკეთო? ამ ბოლო დროს დამეწყეგეთ რაღაცეები, განსაკუთრებით რაღაც პატარა სასაცილო რაღაცეებზე. ადრე რასაც ყურადღებას არ მოგცემდი, ახლა ძალიან ბევრს ვიცინი ვარ. რამდენი ტატუ გაქვს, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ბევრი. გვენახე ბოლომდე თმები ჯერახ დამთავრებული არ არის, მოკლედ შესახები არის, ფორმა აქვს მისაცემი, შესაჭრელი არის ნორმალურად, ანუ ეს ვიყიდე 250 გრამი და 75 სანტიმეტრი, აი ამ ხელა არის, მოკლედ ისე. აქამდე არა. ძალიან გრძელია. აქ ხა ცუდად ჩანს, იმიტომ რომ შეკროლე მაგ აქ. ერთ საკმაოდ ისე არის რა. ლამაზია, კარგია, ძალიან მოცულობითია სტორები, ვინც ნახა ჩემი ინსტაგრამზე მიხვდება. ეხლა საშუალოდ მაგ არც დამივარცხნია. ძალიან კი მეზარება მხილად მის მოვლა, მაგრამ აი ეხლა ორ შაბათს უნდა შევიღებო. შევიჭრო, ფორმა მივცე და აი ძალიან ლამაზად იქნება რა. სუშავი რო იქნება და ფორმაც მიცემული რო იქნება. თორე ეხლა ძალიან ისე არის რა, უბრალოდ ძალიან გრძელია. და თან აჭრილებული აქ ჩემი შავი თმები ჩანს, როგორც ხედავთ. აქ ყავისფერი არის. და ანუ არ არის ლამაზად მოკლედ რა ჯერ. იმიტომ რომ დამთავრებული არ არის და ორ შაბათს რო დამთავრდება, მერე განახებთ აუცილებლად როგორიც იქნება. რამდენად გაიკეთე 1700 დამიჯდა თავის დაგრძელებით. რა ფასები აქვს ხوار გადაობ. იცით რა არის 1700 ცოტა ძვირი გადავიხადე მე, იმიტომ რომ ანუ ვიდეოში უფრო იაფადად შეგიძლიათ, ვისაც არ აქვს რა საშუალება. რომ აი მაგალითად იყიდონ ქარხნული თმები. ქარხნული თმები ესე 200 გრამს იყიდით ჩვეულებრივად 700 ლარში ალბათ და დაიგრძელებთ 250 300-ად. იდეაში ვისაც ცოტა უფრო იაფი გამოსავალი უნდა, ესე 900-1000 ლარი იყოფა. მაგრამ ანუ მე მქონია ქარხნული თმებით ცოტა ისე იაფად დაგრძელებული და ცოტა უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ მე მირჩევნია რომ ცოტა ძვირი გადავიხადო და მქონდეს ჯანსაღი ბუნებრივი თმები, რაც არ ამებურდება და არ ამეპუწება და მე ერთი ტანჯვა არის აი ამებში იცის კიდე აბურდვა. მირჩევნია რომ თუ ვიკეთებ, გავიკეთო ხარისხიანი და გადავიხადო ორმაგი ფასი და მქონდეს, იმიტომ რომ მე ეს თმა ეხლა უნდა მქონდეს ალბათ ერთი წელიწად ნახევარი და მე მიღირს რომ გადავიხადო ეს 1700 ლარი, იმიტომ რომ მე მექნება ეს მინიმუმ ერთი წელი ხო ხდებით და ღირს ჩემთვის რა. ეს რო იყოს ეხლა ერთკვირიანი და ორკვირიანი, რა თქმა უნდა 1700 არ გადავიხდი. ქარხნული თმები კიდე იაფია შედარებით, მაგრამ ანუ უფრო მალე ფუჭდება. მე მაქვს ქარხნული თმები, ეხლა განახებთ. რაც ტინაზე მქონდა დაგრძელებული, აქ როგორ ავიდე ეხლა. ერთი წამით სკამი უნდა მოვიდგა. Айтемია. ანუ ბოლოს მე მქონდა ნაკეთი ქარხნული თმები. ოღონდ ანუ შემომტენეს მოკლედ ქარხნული თმები, თორე არ ვიცოდი რომ ქარხნული იყო, მაგრამ მე ჩემ გოგოსთან რომ მივიტანე, მითხრა რომ თურმე ყოფილა ქარხნული თმები. მოკლედ. მაგალითად განსხვავებას. ხო ეს არის.
იდეაში ეს მე თან კარგად ой, რამდენი თან როგორ დავაპაუზო? მოვალ ახლა